It's cute, puppy. Yeah, hi. Yalla masebi khat kamarjo. Nat mivicet ar gavaktsiet. So beautiful. Დილამ შვიდობისა. აბა როგორ ახალ ბრძანდებით. როგორ გიგითხოთ. ისე დაცხარო დღეს ვაპირებ და სახში გათბობა გამოვხთ, რადგან გუში მთელი და კარი ღია გქონდა. და რაღა აზრი აქვს ამის მაქსიმუმზე ჩართულობას, როცა კარი ღია. ვიღაცა წერდა მითხარით რატომ გადავედის პირდაპირ აგვისტოში თებერვლიდან და ნამდვილად აგვისტოში გადავედის. ნახეთ მე დამტკედები. როგორ ვიხარი. ეს პანელი. აი, დავიდი. ბონი გავიდა. აი, კაცები. Dashina, always from that sebeli. აბა როგორ ახარ ჩემო ძირბაზებო, ჩემო კარგებო და საყვარლებო. დღეს იკა სახლშია. ხო და სავარაუდოდ ჩემ მანქანასაც შეუცვლით. მე ბონინას საჭმელს ვუყიდით, კი აქ, მაგრამ მე როგორ ვყიდულობ იცით ამას საჭმელს, აი ერთი დაყრა რო კიდე აქ ხოლმე მაგ მდგომარეობაში. არ მახსოვს ბოლოს როდის ვუყიდი საჭმელი. კიდე შეიძლება ეს ვუყიდო. არ შენიკი, იმიტომ რომ ხა დათბა და გარეთ გაყვანების პერიოდი მოვიდა და აშენიქსაც ვუყიდი. ეს ხე საერთოდ გადაიპენტა აგერ ნაძრივად გადაპენტილ ხეებს ხო იცით ხშირად რაბედი ეწევა ხოლმე, მაგრამ რა ვიცი მისი გადაწყვეტილებაა და პატივს მაგათ ყველას დილამ შვიდობისა, საუკეთესო დღე მქონდა, საუკეთესო საღამო მქონდა, ვუყურებდი ნარუტოს. ხო, კიდე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე დღე არ დავითვალო კალორიები და უბრალოდ არ წავიდა სასეირნოს. უბრალოდ შევეცადო, რომ არც ისე როგორ თქვა. უბრალოდ ჩემს ორგანიზმს უსმინო. ვიცი რომ ბევრჯერ გავაკეთე ეგ მცდელობა. მქონდა ბევრჯერ ეგ მცდელობა და ჯამში ისევ იქ მივედი და ალბათ ეხაც იქ მივალ დიდი შანსია რომ იქ მივიდე, მაგრამ მე ვცდი კიდევ ერთხელ. ნახოთ. ანუ აქ არ იგულისხმება ის რომ მე ვიშიმშილო, ანუ ვეძახიან კალორიებს არ ვიცვლი და 800 კალორია, 600 კალორიაზე ეგეთში რაღაცა საუბარი არ არის. აქ არის საუბარი რომ ზომიერად ჭამო ნორმალური საკვები, ყველანაირი საკვები. მოგეთ რაღაც გეგმა მაქვს და გაჩვენებთ. გამომივა მაგასაც გაჩვენებთ. გამოვაწვოთ. აუ რატო დაფრინავენ ეს ფუტკრები? იქის რო არის გაშლილი, იმიტომ და მე რას დამფრინავენ აქეთ იქით და ყვავით გავარ. ყავარ. აი მეცუდად დავაყენეთ. ზე ისე უყავს რა. ჩემ სალამი დღეს ვიდეოს საყვარელს. აი ესე ჩემი ცელი შეუწეველი, აი შეწეული. ვერც განიაღა მე მუცელს წევა, არა უბრალოდ ეგეთი აგებულება მაქვს. და ნუ წავსხობოთ კიდე სამაგირო დიდი რა, ერთი ზომი დიდი ვარ ყოველთვის ვიდა ეზება. იმიტომ რომ და მოსალი არის. მოსალი მიდის ცხიმი მაცალია, ზერი. აი მე როგორ მიყვარს ევა მიყვარს. ესე კარეთ შემოდი. შემოდი იყოს და თბილა კარეთ აღარცივა. დათბა.
გაზაფხულია. ვაიმე შენ შემოგებლე, შენ გერაცვალოს დედა გულში გონის არ ყოცა თავზე. ეხლა მინდა რომ აი ამ ჭიქის გავიჭეთო ყავა. კიდე ერთი სიახლე, რომელიც ისევ გაგიხარდებათ ამ დღეებში მე და სოფი შევხვდები. რა თქმა უნდა, რაღაცა ამ ყველაფრის ფრაგმენტს თქვენს ჩაგიზიარებთ. აბა ისე როგორ ასე გამოსწრებას მოუყანეს შოკოლადის ორეო ერთი მთლიანი შეფუთა, რავი რამდენიც არის 12 თუ რამდენი ყველას მოგცა. მე მისიც საყვარელია. და ეხლა რო აიღო ბოლო ქონდა დარჩენილი და ანჯერ ხმევანა მიღიაო და ის ბოლო რო ქონდა დარჩენილი ეგეც უპრობლემა მისცა. ანუ ახლა მაგრამ ხო არის ის უანწეს არა უკინე, მაგრამ თვითონ ფიქრობდა რომ მისი იყო და ბოლო იყო და ეს საყვარელი და აპიეფრესორი მე შეჭამდა ორი დავუბრუნო რადგან ესეთი საყვარელია. ესე ნეუნელა სწავლობენ ბავშვები. აი ამ ყველაფერს ოჯახში ურთიერთობაში ძალიან სწორია ის რომ ამბობდნენ ხოლმე ადრე რომ ბავშვი რომ ოჯახის სარკე არისო ეგრეა აი რომ ვაკვირდები ესე იგი ორნაბიჩი კი კარფურში გუში ეგ თვითმოსახურების მასთან ვიყავი სალაროსთან და დამეხმარა სულ ყველაფერი მომაწოდა გამატარებინა პარკებში ჩავალაგე და ხო ვერ არატარებდა ის აპარატში არ იყო ქაღალდი და დაცვა ვინც არის იმას უთხარი ვინც არ არის მესტი ქაღალდი აქ და მოვიდა ეს ესე დაგვეხმარა და ემოთხა ოჯა ესე უთხრა ოჯა და ეს კაცი გაგიჟდა ანუ ბავშვს როგორც ექცევიან სახლში ისე ექცევათ ისედაც სხვებს ანუ მეც ესე მეკცევა მაქებს ხოლმე და რატომ აქებს? იმიტომ რომ ამას ხედავს, ამ მოდელს ხედავს თვითონ. ეს მოდელი მის თავს ხდება და ამიტომ. და აი ქუჩაშიც ადამიანთან რომელიც რაღაცაში დაეხმარა, ანუ ყოჩა ასე შეაქო ძალიან დიდი მით აი გაუნაცდა ადამიანს სახე, ხო? ანუ და აი ამებში ჩანს ბავშვი რომელსაც აუფასურებენ და მიზნების მიერ ესე რეაქცია აი ცხადია ხა ბავშვს ვერ ექნება ეს მიგომა ვერც ხმებისადმი ვერც საკუთარი თავისადმი და ვერც ცხოვრებისადმი ხო და ყველაფერს აი თუნდაც ის სათვალე იქ გადავიდე ეს სპეციალურად კითხე რომ გინდა მეთქი იქ იდო არ იყო საერთოდ ბავშვი ეტყვა ვიღაცა ბავშვი მეკარგა და ვიღაცა მოყოდეს იმით დაწოდე მაინტერესდა და რა სიტყოდა ანუ არასდროს არ ვქონია ესე შემთხვევა და ის არ ვქონია რომ იმე მეთქვა რომ რაღაცა ეს სხვისი და ვაფშე და მაინტერესებდა რა სიზავე გინდამში და არა ანუ ბავშვს ქონდა განცდა ჩემი არ არის და რა თმინდა ეს ხამე ჩავიდე ბნელში და უყურებ უხვალ მას ანუ ეგ განცდა ქონდა და ხო იცი ძალიან პრობლემები და ნახავს რაღაც არის დარჩენილი პატრონი იქ არ არის ეგრევე ჩაიჭიბავს ხო იცი ხო და რაღაცა ძალიან გული გამიწყება და გამიხარდა რომ კი ყოჩაღნინი ყოჩავქალო ჩემი აზრით ყველაზე კარგი არის რომ ადამიანურობა და დამოუკიდებლობა ასწავლო ადამიანის ცხოვრებაში. და ასწავლო კიდე როგორ იცხოვროს ადამიანურმა ადამიანურად
ძალიან ბევრ უხილს არა ადამიანურ ადამიანს და ქცევას შორის ცხოვრებაში, როგორ გაიგეს გზა და როგორ დარჩეს ადამიანი. ისამუშაოა. მაგრამ ჩვენივად შესაძლებელი. ყავა ადუხტი. მე და საყვალად ისხნენ ის ტრედები გავდიჟდი. აბსოლუტურად 15 წუთია მშვიდობისა. ეხლა დღეს მინდა ეს კაი თემაზე ვისაუბრო, იმას რომ ვისაუბრო იმ თემის გაგრძელებაც მოყვა ეკითხები. მინდა მაგაზე ვისაუბრო, ამჯერ ჩავიცნე. სივა ტელეფონი. Asa kapia box. Au, fac căutăm și nu s-a Da, Έχω τάβα του άνου τρεις. Μια seriously κοπενία. ცოტა ხანი კაია, მაგრამ თვალებს როგორ გავახერა არ ვიცი. კაი, აბა ვნახოთ. ის კომენტარი, 1%-ზეა ეს ტელეფონი და იმედია მოვასწრებ იმ კომენტარის კითხვა პოვნას და წაკითხვას. და გრძელე. თუ არა მეორეს მოვიტან. No problem. Poni რატომ მეტატლუნები? კიდე სხვა არის. მოდი ამასაც უპასუხებ, ესე ძალიან მაგალითი არ აქვს, იმ დროს როცა ძალიან ვუყვარხარ, ძალიან კეთილ ბიჭს გაფასებ და გვერდით გიდგას, მაგრამ გარეგნულად არ მოგწონს. მაგრამ გინდა რომ ამას ყურადღება არ მიაქციო და გიყვარდეს, მაგრამ ვერ აიგნორებ ამ ფაქტსაც. ძალიან კაი კითხვაა. ძალიან კაი კითხვაა და ძალიან პლუსი შენ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი პლუსის გარეშე მოიქცეოდა, ამ კითხვის გარეშე მოიქცეოდა კონკრეტულ ნაირად, ასე თქო დავაგრძელო, შეუძლებელია. პირიქით რომ დავჭრე, მაგრამ მე ცუდად გამოჩნდება ის კადრში. ანუ ნახე როგორ არის. მე ვთვლი, საერთოდ ქალები არიან ორი კატეგორია. ქალების ერთი კატეგორია თვლის, რომ თვითონ უნდა უყვარდეს და მეორე კატეგორია თვლის, რომ თვითონ უნდა უყვარდეთ. კაცი შენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები? ეს ერთი, აი მაგალითად ლიას მიაჩნია, რომ საერთოდ არ არის საჭირო არაფერი, ნუ პატრის უნდა სცემდე და ისეთი ადამიანი იპოვო, რომელსაც შენ ეყვარები. და ანუ მე ეგრე მიპირებდა და ეგრე უნდოდა ჩემთვის. ხო, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. მე იცით როგორ ვფიქრობ? როცა ძალიან კარგი ადამიანია, ეს როგორც შენ თქვი, ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი, მაშინ ძალიან უყვარხარ და უნდა, ანუ იმიტომ გექცევა ესე კარგად, რომ უყვარხარ და გაფასებს. და შენ თუ შენს გულში ამან შენი გული არ გახსნა და შენთვის მაინც პრობლემა არის რაღაც, ეს შეიძლება იყოს მისი გარეგნობა ამ შემთხვევაში. მე ვთვლი, რომ შენ იმდენი პატივი უნდა სცე ამ ადამიანს და საკუთარ თავსაც, რომ იყო გულწრფელი.
ამ ადამიანს ძალიან ეთკინება, რა თქმა უნდა, როცა შენ მასთან არ იქნები. ანუ გულწრფელი იყო იმას ვაღობის კი არ ვთქვა, რომ შენი გარეგნობა არ მომწონს, არამედ იყო გულწრფელი იმაში, რომ არ იყო მასთან, რადგან შენ არ გიყვარს ეს ადამიანი. ანუ მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულს და ყველა ადამიანს ყავს თავისი წყვილი. ანუ ამ ადამიანს ახლა შენ გონი ხარ ის თავისი წყვილი, რომელიც რეალურად შენ არ ხარ. და მან რაც არ უნდა გააკეთო შენთვის ეს მაინც არასდროს არ იქნება ის, იმიტომ ის შენი ადამიანი არ არის. და ის კიდევ არასდროს იქნება ბედნიერი, იმიტომ რომ ყოველთვის იგრძნობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ შენ მაინც რაღაცა გაკლია. შესაბამისად აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ იმხელა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და იმდენად უნდა გვიყვარდეს, რომ არ ვიყავთ ეგოისტები, რომ აი ვიღაცა მე კარგად მეკცევა და მოდი, ამიტომ მე მასთან ვიქნები. ანუ ეს ჩემი აზრით აი ეს არის ზუსტად ეგოიზმი. არამედ დავდგეთ აი ამ ეგოიზმზე მაღლა და ამ ადამიანს მივცეთ შანსი, რომ მან იპოვოს თავისი ის, ვინც დააფასებს, ის ვისაც ეყვარება, ის ვისი გულიც იქნება ღია მისთვის. და ზუსტად ასევე შენთვის. ანუ შენ თავს არც მივშანს, რომ იპოვო ის ადამიანი, რომელიც არის შენი და რომელიც გახსნის შენს გულს. ასე რომ ერთმნიშვნელოვნად არაფერს არ უნდა ეცადო. ანუ უბრალოდ უნდა მიიღო ის ფაქტი, ისე როგორც არის და გაგრძელო შენი გზა. ასე არ აირევა არც შენი და არც იმ ადამიანის ცხოვრების გზა. და ასე შენს დაძილდოვდებით და ისიც. თუ არა ეს ორივეს უბედურებას მოგიტანთ. აი ეს ალგე ვიდეოა კიდე. აქ შეუძლებელია ჯდომა. თვალებში ვეღარ ვიყურებ. ეს შავია და ვერტე. დილაში დავისა ყველას მოგესალმებით. მაყავა და ორეო. შოკოლადის ორეო. 4 ცალია და 2 ჭამას ვაპირებ და მეორე 2 ბავშვს უნდა დავუბრუნო. მთელი შეფუთო არ ჩუქეს გუში. და ყველას დაგვიგა. ხოდა მინდა 2 იმას დავუბრუნო. ეს არის დღეს ჩემი პირველი კვება. მინდა რამდენიმე დღის განმავლობაში კალორიები არ დავითვალო. და უბრალოდ შევეცადო ჩემს ორგანიზმს მოусმინო. ვიკვებო როგორ გითხრათ. არ მინდა რომ არასწორად გაიგოთ, როცა ჯანსაღს ვამბობ ხოლმე. ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ ან ჩემს რაციონში არაფერი არაჯანსაღი არ უნდა იყოს. რეალურად ჯანსაღი არის აზროვნება, ჯანსაღი არის ფსიქიკა, როცა შენ ჩაციკული არ ხარ, როცა შენი ცხოვრება არ განისაზღვრება საკვებით, ან თუნდაც კალორიების თვლით და ასე შემდეგ, როცა ეს შენი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მე მინდა ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილად ვაქციო, ბევრჯერ ვცადე და არ გამომივიდა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემთვის უბრალოდ დაკლება. მე მაქვს კვებითი დარღვევა და კვებითი აშლილობა. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება, როცა შენს სტრესს, ცუდად ყოფნას, ცხოვრების სტრესს და ტკივილებს გაურბიხარ და გაურბიხარ საჭმლის საშუალებით და დახმარებით და ეს არის ნასწავლი, ანუ დაახლოებით 17-18 წელია ამას აკეთებ და შენ ცხოვრების ნახევარზე მეტი, ანუ და რა თქმა უნდა ამას შეიძლება დრო და დიდი მუშაობა. ამითი წონა რომ შეინარჩუნო, ეგეც არ არის მარტივი, არა თუ ის რომ დაიკლო და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე თან დავიკლო და ამიტომ არ გამომდის ხოლმე და ისევ კალორიებს ვუბრუნდები. ამის გამო ბევრი გამსჭის ხოლმე, ბევრი თითს იშორს ხოლმე, მაგრამ მე ეგ საერთოდ არ მაღელვებს, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ
ჩვენზე მეტყველას ჩვენი საქციელი მე არასდროს არ მიცემ ჩემ თავს უფლებას რომ ვიღაცას ან დავცინო ან მივიდე მის ცხოვრებაში და უთხრა რომ არ მომწონს ან გამიხარდეს რომ ვიღაც ჯამე არ გამოუვიდა ანუ ეს ყოველთვის და აი სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის ასეთი რაღაცები მე უბრალოდ ვცდილობ მე უბრალოდ არ ვნებდები და ამას ვაზიარებ იმიტომ რომ თქვენ ადამიანებმა იცოდეთ რომ ეს ნორმალურია რომ ყველაფერი ერთ ცდაზე არ გამოგვდის და ბევრი ადამიანს რომელიც აჩვენებს უკვე შედეგს მათაც ერთი ცდით არ გამოსულიათ უბრალოდ ადამიანებს არ უყვართ პროცესის გაზიარება იმიტომ რომ მე მესმის მათ იმიტომ რომ ეს არის როცა შენ თელ ძალას რაღაცა შდებ და თქვა თუ არ გამოგდის ეს არის შენთვის ტკივნეული წერტილი რომელშიც ცუდი ადამიანები მარილს გაყრიან სპეციალურად იმიტომ რომ შემოხედონ აბა როგორ ცუდად ხარ და მე მესმის იმათი ვისაც არ უნდა ამის გაზიარება როცა თვითონ მოწყვლადია და უკვე აზიარებს შედეგს და ამ დროს არის უკვე მაგარი და როცა მაგარია ხო იცით მაგარს ყოველთვის პატივცემენ იმდენს ვერ უბედავენ და როცა უბედავენ მაგასაც უფრო ადვილად გადაიტანს რადგან თავისთავად დამტკიცებული აქვს მე არ მჭირდება არაფრის დამტკიცება იმიტომ რომ მე ვიცი ვინ ვარ მე ვიცი რა გამოვიარე რა დგას ჩემს უკან რა არის ჩემს სულში და აქედან გამომდინარე მე შემიძლია რომ გავაზიარო ის ყველაფერი რასაც ვაკეთებ რასაც ვფიქრობ რასაც ვგრძნობ ისე როგორც არის და ახლა ისე მოგწევთ პატარა ჩელენჯი გამოწვევა საკუთარი თავისთვის რომ არაფერი არ დავიცვალო ყველაფერი ვჭამო კბილეულით მათ შორის არაფრის ამოღებას არ ვაპირებ უბრალოდ მინდა რომ ჩემს რაციონში იყოს ასე ვთქვათ საკვები რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის ძალიან კარგი რომელიც არ ნაკრებს დიდხანს რომელიც არის ჯანმრთელობისთვის კარგი და ასევე რა თქმა უნდა იყოს საკვები რომელიც არის ჩემი მინდებისთვის კარგი ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის სწორი და კარგი ანუ ჩემი აზრით ჯანსაღი ეს არის ანუ მე როცა კალორიებს ვითვლი მაშინაც არ ვარ დიეტაზე აბა დიეტაო მიწერენ და ამე დიეტაზე არ ვარ მე დიეტები დიდი ხნის წინ გამოვიარე და იქ დაბრუნებას არ ვაპირებ ანუ ჩემთვის ეს არის ცხოვრების წესი ახალი გზა რომელზეც მინდა რომ გადავიდე რა თქმა უნდა რაღაცას როცა შენ ცხოვრების ნახევარზე მეტი აკეთებ ყოველთვის როცა გიჭირს ძალიან ადვილია რომ ისე იქ დაბრუნდე მაგრამ თავარი როგორც ერთმა უდიდესმა ადამიანმა თქვა წარმატება სხვა არაფერია თუ არა გზა წარმატებლობიდან წარმატებლობამდე და ეს ასეა მე ყოველ ჯერზე ამოვდგები და მე ყოველ ჯერზე გავაქცევებ ჩემს გზას და არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება ჩემი ინსტრუმენტი იქნება ეს კალორიების სხვა ჩემი ორგანიზმის სმენა თუ ნებისმიერი სხვა თავარია რომ მე გამოდივარ საკუთარი თავის სიყვარულიდან და გამოდივარ საკუთარი თავის მიღებიდან ხა ბევრი მეტყვის რომ თუ შენ თავი გიყვარს და შენ თავს იღებ მაშინ რატო გინდა შეცვლაო ადამიანებს არის მითხოლმე ანუ გონიათ რომ ანუ რაღაც ყველაფერს უკიდურესობებით უყურებენ ანუ გონიათ რომ თუ შენ თავი მიიღე და გიყვარს ესე იგი ყველაფერი გაწყობს 100% ეგრე არ არის შენ შეიძლება შენ თავი მიიღე და შეიყვარე ესეთი როგორიც ხარ მაგრამ შეხედავ ძალიან კარგად იმასაც რა გაქვს შესაძლებელი გამოსასწორებელი იმისთვის რომ შენ იყო შენ თავის კიდევ უფრო უკეთესი ვერსია და მე ვარ ადამიანი რომელიც არასდროს არ ეძრება და არ ეჯიბრება სხვებს იმიტომ რომ ეს არასწორია და მე ვარ ეს ადამიანი რომელიც ყოველთვის ეძრება საკუთარ თავს გუშინ და შესაბამისად აქედან გამომდინარე მე მინდა რომ წინ წავიდე მე მინდა რომ გავიზარდო შევიცვალო დავიხვეწო და მე ამას ვაკეთებ საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, საკუთარი თავის სმენით და კი მე ჩემი თავი მიყვარს, მე ჩემი თავი მივიღე და ზუსტად ამიტომ ადრე თავის შეცვლა მინდოდა, იმიტომ რომ არ მიყვარდა და არ ვიღებდი. და ახლა ჩემი თავის უკეთესი ვერსია მინდა ვიყო ჯანმრთელობითაც და ყველაფრით აბსოლუტურად. იმიტომ რომ მიყვარს ჩემი თავი, იმიტომ რომ მინდა ჩემი ცხოვრება იყოს ჯანსაღი და ჩემი ცხოვრების ხარისხი იყოს ჯანსაღი. ანუ ეს არ არის ცარიელი სიტყვა ჯანსაღი ყვება და რაღაც ფორმა, რადგან ტრენდულია, არა. ანუ მე მინდა ეს ფაქტია ჩემი ცხოვრების სამუდამო წესად. სადაც ყველაფრის ადგილი იქნება, სადაც ჯანსაღი პირველ რიგში აზროვნების ადგილი იქნება, სადაც ყველა საკვების ადგილი იქნება, სადაც იქნება ზომიერება, სადაც იქნება საკუთარი ორგანიზმის სმენა, იმის კომფორტის, რომ ეხლა მე არ დავმძიმდი,
იმისი რომ მე საკვებს არ ჭამ, იმიტომ რომ რაღაც სხვა პრობლემებს გავუმკლავდე და ასე შემდეგ. აი ამას ვცდილობ. ვნახოთ რა გამომივა, გაგიზიარებთ მაგასაც, არც მაგის იმეშინია თუ არ გამომივა, ვიტყვი რომ აი კიდევ ერთხელ არ გამომივიდა და დავუბრუნდეთ იმას, რაც ნამდვილია მათემატიკას. თუ არა და იმასაც გეტყვით, რომ აი გამომივიდა და შეიძლება 1000 ჯერ დაეცა და 1001-ით გამოგივიდეს და მე ზუსტად ვიცი რომ შესაძლებელია. ძალიან მიყვარხარ და ყველას კარგ დღეს გისურვებთ. მეორე წმინდის პარკსა და ნაჩვენებად მივიტუნა საუბარი. ყავაც შაქრიანია. შოკოლადიანი ორეო. სხვანაირად გემრიელი ყოფილა. რაობანი. აუეს კიდევ მოიყიდა.